Ტელეკომპანია CNN და გამოცემა New York Times-ი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ავიადარტყმების შედეგად ირანში არ განადგურებულა სრულად ბირთვული პროგრამა, როგორც აღნიშნავენ დაზვერვის სამსახურში, მხოლოდ რამდენიმე თვით შეფერხდა ბირთვული პროგრამის წარმოება. ასეთი არის შეფასება, რომელსაც დაზვერვის სამსახური აწარმოებს ამჟამად და ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს CNN და New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით, CNN-ის ცნობით შეფასება, რომელიც აქამდე არ გახმაურებულა, გააკეთა პენტაგონის დაზვერვის განყოფილებამ და ასევე თავდაცვის დაზვერვის სააგენტომ. აღსანიშნავია ის, რომ ამის შესახებ ასევე წერს Times of Israel-იც დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით, Times of Israel-ის წყაროს ცნობით რამდენიმე წლით გადაიდო ბირთვული პროგრამა და სრულად არ არის განადგურებული. New York Times-ის წყაროს ცნობით დაზვერვის წინასწარი დასკვნა ასეთია. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვის წინასწარი შეფასების თაობაზე ინფორმირებული წყაროების თანახმად განადგურებული არ არის გამდიდრებული ურანის მარაგები, ცენტრიფუგები ძირითადად არ დაზიანებულა. ირანმა გამდიდრებული ურანი დაბომბვამდე გაიტანა ავიადარტყმების სამიზნე ობიექტებიდან, დაბომბვას კი უშუალოდ მიწისქვეშა ობიექტები არ გაუნადგურებია. ასეთი არის წინასწარი შეფასება, ჯერ კიდევ გრძელდება ამასთან დაკავშირებით კვლევა, თუმცა უკვე წინასწარი შეფასება ეწინააღმდეგება იმ განცხადებებს, რომელიც გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ასევე ტრამპის გუნდმა. ის დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ამ ცნობას, ის უარყოფს ამას და Truth Social-ზე თავის სოციალურ ქსელში წერს: ყალბი CNN და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის შელახვის მცდელობაში. ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია. საზოგადოება ლანძღავს როგორც Times, ასევე CNN-ს, წერს დონალდ ტრამპი.